ილია თოპურია. ეს სახელი უკვე იქცა ლეგენდად. მებრძოლი, რომელმაც შეცვალა აღქმა ძალაზე, ტექნიკასა და თავშეკავებაზე ოქტაგონში. მან ჩამოართვა ქამარი ალექსანდერ ვოლკანოვსკის, კაცს, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა. შემდეგ დაამარცხა მაქს ჰოლოუეი და ისიც როგორ, ისეთი ნოკაუტით, რომლის ყურებისას თვით UFC-ს კომენტატორებსაც კი ენა ჩაუვარდათ. და ამის შემდეგ ილია გადავიდა უფრო მძიმე წონით კატეგორიაში, 70 კილოგრამში, რათა გამოეწვია პირადად ისლამ მახაჩევი, pound for pound ლიდერი. მაგრამ სანამ ეს დიდი ბრძოლა განხორციელდებოდა, თოპურია მოხვდა ბრძოლაში ჩარლს ოლივეირასთან და სულ რაღაც ერთ რაუნდში ცივი თავით დაასრულა საქმე. ეს უკვე სხვა დონეა. ეს არ არის უბრალო გამარჯვებების სერია. ეს არის დაბადება ახალი ერისა UFC-ს ისტორიაში. ახლა კი ყველა ეკითხება, რა იქნება შემდეგ? და უფრო მთავარი კითხვა, ვინ იქნება შემდეგი? კონდენდერსის სია ზედა მხარეს საკმაოდ მჭიდროა, მაგრამ კამათი და სპეკულაცია არ წყდება. ვინ დაიმსახურა ეს შანსი სინამდვილეში? პედი პიმბლეტი, რომელმაც ახლახან დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი, თუ ჯასტინ გეიჯი, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ელიტაში და არასდროს გაურბენია რთულ ბრძოლებს. დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ობიექტურად ვნახავთ ორივე მხარეს, მაგრამ თუ მკითხავთ, ვის მივანიჭებ უპირატესობას, ჩემი არჩევანი პედი პიმბლეტია. რატომ? იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე დიდი, ხმაურიანი და ფინანსურად მომგებიანი ბრძოლა, რაც ახლა UFC-ში შეიძლება მოაწყო. ილია თოპურია, პედი პიმბლეტი. უბრალოდ წარმოგიდგინეთ ეს წვილი, ატმოსფერო, დაძაბულობა, ენერგია. ხოლო ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას დუელი შეიძლება შეედაროს ამ მასშტაბს. და მათი დაპირისპირება არც ახლა დაიწყო. ეს კონფლიქტი 2022 წლიდან გრძელდება. მაშინ, ლონდონში, UFC-ს სასტუმროს დერეფანში, პედი პიმბლეტმა შემთხვევით გადაეყარა ილია თოპურიას. კამერა ჩართული იყო და იქ დაიწყო ისტორია, რომელსაც შემდეგ hand sanitizer boys მომენტი დაარქვეს, რადგან პედიმ იქ ხელის სადეზინფექციო საშუალება ესროლა თოპურიას. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ნამდვილ მტრობაში. იმ საღამოს პედიმ დაამარცხა კაზულა ვარკასის სუბმიშენით პირველ რაუნდში, ხოლო ილიამ ჯაი ჰერბერტს სახე ფაქტობრივად დაუწვა ნოკაუტით. მაშინ ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიაში იბრძოდან, პედი 70 კილოგრამში, ილია კი 66-ში, მაგრამ ღელვანება უკვე გაჩნდა. შემდეგ იყო 2022 წლის დეკემბერი, UFC 212, პედი პიმბლეტი გამოდიოდა ჯერარდ გორდონთან, ილია კი ბრაის მიჩელთან. პრესკონფერენციაზე ეს ორი ისევ ერთმანეთს დაეჯახა სიტყვიერად. თოპურია დაცინვით ამბობდა, შევედი შენ ქვეყანაში, გაკარი ხელი და მაინც დავდივარ იქ, როგორც მეფე. პედი კი პასუხობდა, ინგლისურად ილაპარაკო, ხალხმა რომ გაიგოს, არა გერმანულად და არა ისპანურად. მაშინაც კი როცა ისინი სხვადასხვა წონაში იყვნენ და კარიერის დასაწყისში იდგნენ, ყველას ესმოდა რაღაც იქნებოდა. ეს უკვე აღარ იყო უბრალო შეჯახება. ეს იყო საფუძველი ომისა, რომელიც 3 წელი მწიფებდა. და ახლა კი, როცა ილია თოპურია გახდა ჩემპიონი, დაამარცხა ვოლკანოვსკი და ჰოლოუეი, გადავიდა უფრო მაღალ წონაში, დაამარცხა ჩარლს ოლივეირა და კიდევ მოითხოვა პედი პიმბლეტი. სცენაზე იყო ყველა, ჯასტინ გეიჯი, არმან წარუკიანი, ჩარლზი. მაგრამ ილიამ ყველას გვერდი აუარა და პირდაპირ პედის მიმართა. ეს იყო სიმბოლური მომენტი. 3 წლიანი ისტორია მიაღწია პიკს. ახლა კი მოდი, გულწრფელად ვთქვათ. პედი პიმბლეტი შეიძლება არ იყოს ყველაზე ტექნიკური მებრძოლი, მაგრამ ის არის შოუს ადამიანი. თავისი ენერგიით, ხმაურით, აურით, მან მოახერხა ის, რაც ბევრ დიდ მებრძოლს ვერ გაუკეთებია. ხალხს შეაყვარა საკუთარი თავი. ეს ბიჭი გამოდის ოქტაგონში არა მხოლოდ რომ იბრძოლოს, არამედ რომ მთელი დარბაზი ააფეთქოს. და როცა მას წინ დაუდგება ილია თოპურია, მკაცრი, ჩუმი, მაგრამ დაუნდობელი მკვლელი. ეს იქნება სრული დაპირისპირება ორ სამყაროს შორის. პედი ბოლო ბრძოლაში დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი და ეს იყო შოკი. ბევრმა არ დაიჯერა სანამ არ ნახა. ჩენდლერი ძლიერი, გამოცდილი მებრძოლია, მაგრამ პედიმ აიღო სუფთა ტაქტიკური გამარჯვება. მან აჩვენა, რომ უკვე აღარ არის მხოლოდ შოუმენი, არამედ სრულფასოვანი კონკურენტი ტიტულისთვის. ამ გამარჯვებამ მთელი სურათი შეცვალა. იმაზე, რასაც ჩვენ UFC lightweight ვეძახით, მეორე მხარეს ილია თოპურიაა. ის ბიჭია, რომელიც თითქოს გენეტიკურად შექმნილია ჩემპიონობისთვის. არც ემოციებით თამაშობს, არც ლაპარაკობს ზედმეტად, ის უბრალოდ გამოდის და ანგრევს ყველას, ვინც გზაზე უდგას. და ახლა, როცა უკვე ამ წონაშია, 70 კილოგრამი, ბრძოლა პედი პიმბლეტთან გარდაუვალია. მაგრამ სცენაზე კიდევ ერთი ფიგურაა, ჯასტინ გეიჯი. ეს ადამიანი წლებია, რაც ამ დივიზიონის ელიტაში დგას. მისი სტილი წმინდა ქაოსია. ბრძოლები გეიჯის მონაწილეობით ყოველთვის ცეცხლია, მაგრამ ფაქტია,
ბოლო წლებში მისი შედეგები არ იყო სტაბილური. მან დაამარცხა რაფაელ ფიზიევი, რაც სერიოზული მიღწევაა, მაგრამ მანამდე მაქს ჰოლოვეიმ ნოკაუტით დაამარცხა და სანამ ილია თოპურია ისტორიას წერდა, გეიჯი უბრალოდ ცდილობდა დაბრუნებას. და მაინც გეიჯისადმი პატივისცემა უდაოა. ის იმ იშვიათ მებრძოლთაგანია, ვინც ორჯერ იბრძოლა ტიტულისთვის. ერთხელ ხაბიბ ნურმაგომედოვთან, მეორედ ჩარლზ ოლივეირასთან და ორივეჯერ ღირსეულთად წააგო. მაგრამ როგორც ამბობენ, მებრძოლს განასხვავებს არა წაგებული ბრძოლების რაოდენობა, არამედ რაღაც სხვა სითამამე, რაც არასდროს ხდება. სწორედ ამიტომ ზოგი ამბობს, რომ გეიჯი იმსახურებს კიდევ ერთ შანსს, რომ UFC თითქოს ვალდებულია მის წინაშე, იმიტომ რომ მან არაერთხელ გადაარჩინა ფაით კარდები, როცა სხვები იხევდნენ უკან. მაგალითად, როცა უნდა ებრძოლა დენ ჰუკერთან, მაგრამ ჰუკერმა მოიხსნა, გეიჯმა მაინც დაეთანხმა რაფაელ ფიზიევთან ბრძოლაზე მოკნე ვადაში და მოიგოც კიდეც. ეს ქცევალი UFC-ში დიდად ფასდება. მაგრამ ახლა უკვე დროა ახალი სისხლისა. მოედანზე არიან ახალგაზრდები, არმან წარუკიანი, დან ჰუკერი, ბენუა სენ დენისი, შონ ბრედი, იან გარი, მთელი თაობა იბრძვის იმისთვის, რომ თავიანთი ადგილი დაიკავოს და ამ ფონზე ილია თოპურია და პედი პიმბლეტი სწორედ ის დუეტია, ვინც ამ დივიზიონს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. UFC-ს ისტორიაში რამდენჯერმე გვინახია მსგავსი სცენარი, როდესაც ორი განსხვავებული ტიპის მებრძოლი ქმნის დაძაბულობას, რომელიც არა მხოლოდ ბრძოლას, არამედ მთელ სპორტს ამოძრავებს. სწორედ ასეთი იქნება ილია პედი. ერთი წარმოადგენს დისციპლინას, სიჩუმეს და პროფესიონალიზმს. მეორე ხმაურს, ემოციას და ხალხის სიყვარულს. ეს არის თეთრი ყინული და წითელი ცეცხლი. და ახლა წარმოიდგინე მათ შორის პრომო, სტერდაუნი, პრესკონფერენცია, პედი თავისი გამომწვევი ღიმილით და ილია, რომელიც ერთი მზერით ანგრევს ფსიქოლოგიურად. ეს არ იქნება მხოლოდ ბრძოლა ქამრისთვის, ეს იქნება ბრძოლა პრესტიჟისთვის, თავმოყვარეობისთვის და იმისთვის, რომ World MMA-ის ისტორიაში დარჩეს სახელები ოქროთ ამოთქვრივული. მაინც კი არსებობს საფრთხე, რომ UFC შეიძლება ვერ მოასწრას ამ ბრძოლის ორგანიზება თუ რომელიმე მათგანი წააგებს. სწორედ ამიტომ ზოგი ამბობს, რომ ნუ დაკარგავთ ამ შესაძლებლობას. მოაწყოთ ეს ბრძოლა ახლა, იმიტომ რომ თუ თოპურია ან პიმბლეტი დამარცხდება სხვა მოწინააღმდეგთან, ეს შანსი სამუდამოდ გაქრება. სწორედ ამიტომ ვამბობ, ძმაო, ეს ბრძოლა უნდა შედგეს ახლა, როცა ორივე პიკზეა, როცა ხალხი ამაზე ლაპარაკობს, როცა მოლოდინი უკვე ასტრონომიულია. გეიჯის თავისი გზა ექნება. ალბათ კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება, რომ ფორმაში შევიდეს, მაგრამ პედი პიმბლეტი და ილია თოპურია ეს არის ის წყვილი, რომელიც შეუძლია არა მხოლოდ ტიტული გადაწყვიტოს, არამედ მთლიანად შეცვალოს UFC-ს ისტორიას. და ბოლოს პატარა პარალელი. ისლამ მახაჩევი ახლა ინდონეზია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნება 70 კილოგრამში. თუ მან წააგებს ჯეკ დელა მადალენასთან, მას ექნება მოტივაცია დაბრუნების და გამოწვევის თოპურიას ან პიმბლეტს და მაშინ, ძმაო, ეს უკვე სხვა ისტორია იქნება. ახალი სამეფო ომი. აი ახლა შენი რიგია. დაწერე კომენტარებში, ვის მიგაჩნია, რომ იმსახურებს შემდეგ ბრძოლას ილია თოპურიასთან, პედი პიმბლეტი თუ მაინც ჯესტინ გეიჯი. ჩვენ წავიკითხავთ ყველა აზრს და ვინც ბოლომდე დარჩებით, იცოდეთ თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ ეს პროექტი არ გავჩერდეთ.